შვებულებაში წასვლამდე რამოდენიმე მსუბუქი ვიდეოს ჩაწერა და მომზადება მინდა და დღეს ბოლო დღე მაქვს, როცა ვიდეოს ჩაწერა შემიძლია, ამიტომ რომ აგერ ჩემი გაშლილი ჩემოდანი დევს იატაკზე გუშინს მერე და არა და არ ლაგდება თავისით. წაანიმედ გაგწროებული. ხო და რას აკეთებ ადამიანი, როცა უამრავი საქმე გაქვს და არ იცი საიდან დაიწყო? რა თქმა უნდა, TikTok-ის სკროლას იწყებ. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კვირა დღის კლუბში. ოკეი, რამოდენიმე ახალი საინტერესო ტრენდი გვაქვს TikTok-ზე, რომელსაც არ უნდა ჩამორჩეთ, არ უნდა გამოგვრჩეს მეგობრებო, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ლაბუბოები აღარ არიან ტრენდში. ვიცი, სულ ახლა გადავიხადეთ მაგისი კრედიტი და უკვე აღარ არიან მოდაში. ვის გსმენიათ სქვიში დამპლინგების შესახებ? ვის გსმენიათ გლითა, ბრჭყვიალა, დრღვიალა დამპლინგების შესახებ? ესენი არიან ახალი ტრენდი TikTok-ზე, რომელმაც არ ვიცი, ეს არის $5 სათამაშო, არაფერი განსაკუთრებული, რაღაცა რეზინის, სილიკონის დამპლინგები, რომელიც TikTok-მა დაინახა და გონება დაკარგა. როგორც ხდება ხოლმე და საინტერესო ტრენდი ჩამოყალიბდა. აქ რამოდენიმე ვიდეოს გაჩვენებთ, როგორ დგანან ადამიანები რიგში, როგორ ელოდებიან თავიანთ რიგს, რომ ამ $5 სათამაშოს შეძენა შეძლონ, რომელიც $5-ზე რა თქმა უნდა არ გარჩერდა, ამის შემდეგ რაც ამხელა ტრენდი დაიწყო TikTok-ზე ამ დამპლინგების შესახებ და 50, 60 და 80 $90 და ევროღის eBay-ზე გადამყიდველებთან სხვადასხვა ზომაში მოდის ეს დამპლინგები, სხვადასხვა ფერებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შეგხვდეს ეს გლითა დამპლინგი. თუ გახსოვთ, ლაბუბოზე იყო ეს blind box-ები, ანუ surprise box-ები და აბა რა შეგხვდებოდა და ამისი გახსნა ეკრანზე იყო მთელი ამბავი, ხო, გვახსოვს ეგ ისტორია? აქაც ზუსტად იგივე თემა არის, ეს არის ბოქსები და არ იცი რა შეგხვდება, არ იცი რომელი ფერი შეგხვდება და ერთი ამბავი არის, რომ აღმოაჩინო და შეგხვდეს ეს გლითა დამპლინგი. ეს გოგო ვის გახსოვთ ლაბუბუს ვიდეოდან? ვინც იცანით, ძალიან გთხოვთ დაპლიუსტით კომენტარების სექციაში. If you know, you know. აი მომენტი. იმედგაცრუება. One. აი ესეთი ამბავი გვაქვს, ესეთი ამბავი ატეხილი. სილიკონის სქვიში დამპლინგებზე, მოკლედ. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ეხლა რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით იმაზე, რომ რაღაცა უწყინარი TikTok-ის ტრენდი იყოს, აბავის რა შეხვდა, აბავი რომელი ვიდეო ატვირთა. ამაზე რა თქმა უნდა არ ვჩერდებით. ყველაფერი ხო უნდა ეს ამაზრზენამდე უნდა მივიყვანოთ ადამიანებმა, ნებისმიერი ისეთი რაღაცა უწყინარი რაღაცა, რაც აი კამერის წინ $5 სათამაშოს გახსნა არის. აი იქაც ხო უნდა მოხდეს რაღაცა ისეთი, რომ აი საინფორმაციოებიც რომ მე ამის შესახებ ლაპარაკობენ და ესეთი იყო ეს ქალბატონი ინტერნეტში, TikTok-ზე, რომელმაც ატვირთა ვიდეო, როგორ მიყავს თავისი შვილი და მისი შვილის მეგობარი გოგონა სუპერმარკეტში ამ სქვიში დამპლინგების საყიდვად. და ვიდეოს წერს გაჩერებული ყავს მანქანა პარკინგზე, ამ როგორც ჩანს ამ სუპერმარკეტის პარკინგზე და unboxing-ს აკეთებენ ამ ორი დიდი ბოქსის და უკან მანქანაში ზის თავისი შვილის მეგობარი, წინ თავისი შვილი. და ხედავთ ვიდეოში, რომ ეს გოგონა უკან ვინც ის მეგობარი ხსნის თავის ყუთს და ხდება ეს გლითა დამპლინგი, რომლის აღმოჩენაც არის მთელი ისტორია და ამბავი, მოგეთ, რა.
ეს შეგხვდა. მაშინვე ისმის ამ ქალის ხმა ვიდეოში, რომელიც ეუბნება, ნუ ხო გახსოვს რაზე შევთანხმდით. და ხედავ, რომ ამ ბავშვის სახელიდან ყოველგვარი ეს სიხარული და ბედნიერება და ყოველგვარი ნაპერწკალი რო ეს რაღაცა გაუხარდა, ნახე რა შემხვდა, მაშინვე ქრება. შემდეგ მისი შვილი ხსნის, რომელსაც უკვე სახე აქვს შეცვლილი, მაგრამ დედამისი ამშვიდებს, რომ არ ინერვიულო, არ იდარდო, როგორც შევთანხმდით, შენ რაც არ უნდა ამოგივიდეს, ეს გლითა დამპლინგი მაინც შენ გრჩება, რაც მის მეგობარს ამოუვიდა. ანუ, წაიყვანეს ეს ბავშვი, აარჩევინეს ეს ბოქსი, გაახსნევინეს კამერის წინ, გამოაჩენეს TikTok-ზე და მერე წაართვეს ეს სათამაშო. და ამაზე ისეთი ამბავი არის ატეხილი TikTok. ეს ბიჭი ძალიან საინტერესოდ საუბრობს ამ თემის შესახებ და მოდით მოусმინოთ და მე გავაგრძელებთ. Well, you know the deal. Okay, what's the next one? I hope you get the glitter dumpling too. I can't open my lid. I hope you got the glitter dumpling too. I mean, აქ ეუბნებიან ბავშვები ერთმანეთს, რომ იმედი მაქვს, რომ შენს გლითა ამოგივაო, რომ იქნებ იმასაც თუ გლითა შეხვდეს, მაშინ შეძლოს ამან თავისი სტატოვება და რაღაცა სულ მოუთმენლად ელოდება ეს როდის გახსნის თავის ყუთს, რომ იქნება და იმასაც გლითა დამპლინგი აქვს, რომ ამან თავის სათამაშო სტატოვება შეძლოს, რომელიც გაახსნევინეს კამერის წინ. No, you're getting the glitter dumpling. I already said because I bought them, and then we'll keep the red one, and we'll just have to have No. Brittany get some more and see if she can get lucky. That's the deal. That was the deal we. ანუ როგორც შევთანხმდითო, არის წარმოიწყინო, არის დარდო მაგაზე, მე ვიყიდე, მე გადავიხარებული, ამიტომ შენ შეგხვდება რა თქმა უნდა გლითა დამპლინგი. Up to date on this dumpling drama, the mom who's filming it, her daughter's in the front seat and her daughter's friend is in the back seat. And the daughter's friend's all excited because she got the rare glitter dumpling. And then you hear the mom say, well, no, remember the agreement. And you just see all of the excitement and joy leave that little girl's face. And her daughter opens the red one, which is not rare, and the daughter's friend gets to keep that one instead. And she posted some videos making excuses for her behavior here, saying how the best friend knew what the agreement was going into it, and that her and her daughter were the ones who originally wanted to go together, and the best friend kind of just tagged along. But even if there's an agreement beforehand, you don't put a kid in that situation. You don't make this agreement with a child. Sure, she's aware of it going into it, but that doesn't mean anything in my opinion. აი ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს, რომ ანუ დედა მე ვიდეოები ჩაწერა რა თქმა უნდა ამ შესახებ და თავს იმართლებს იმით, რომ ჩვენ მე შევუთანხმდი ამ ბავშვსო, რომ თუ ამოვიდო და გლითა დამპლინგი, მაშინ მე დავიტოვებდიო. და ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს, რომ ანუ როგორც უფროსი ზრდასრული ადამიანი მსგავს სიტუაციაში, 7 წლის ბავშვთან მსგავს გარიგებებს არდებ სათამაშოზე. იმიტომ რომ საერთოდ არ არის საჭირო ბავშვი მსგავს სიტუაციაში ჩააყენო. სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, როცა კამერა გაქვს ცხვირზე მიჭერილი. If she's not going to get the one that she opens, then why even do this in the first place? Because you're just setting her up for disappointment. And then she's like, my daughter and I, we collect these. This is what we do. But then just go with your daughter. Find another time where it's just the two of you. ანუ თუ არ მისცემ უფლებას რომ დაიტოვოს სათამაშო, მაშინ საერთოდ რატომ ახსნევინებ? ანუ მე და ჩემი შვილი ამას ვაგროვებთო, კოლექცია გვაქვს ამ დამპლინგებს და ეს ჩვენი ამბავი არისო რა, დედის და შვილის მოკეთრასაც ერთად აკეთებენ და მაშინ წადით მარტონი და მარტო მიშოპინგეთ. რაღაცო მიყავს მაშინ ეს ბავშვი. თუ იცი რომ მაინც არაფერი არ შეხვდება და წინასწარ ამზადებ იმისთვის, რომ იმედები გაუცრუდეს ბავშვს. And of course, parents are going to favorite their own children, right? But why are you putting yourself in that position to have to do that? This should have never been a situation to begin with. ზუსტად, რა თქმა უნდა, მესმისო და მეც მესმის რომ შობელი თავის შვილს აყენებს პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ საერთოდ რატო ქმნი წინასწარ განზრახულად სიტუაციას, სადაც მსგავსი არჩევანის გაკეთება უნდა მოგიწიოს? როცა შეგიძლია ძალიან მარტივად რომ თავიდან აირიდო მსგავსი სიტუაცია, იმით რომ მხოლოდ შენ შვილთან ერთად წახვიდე და რაც შეგხვდებათ დაიტოვოთ. თუ შეხვდა რაღაცა ისეთი ფერი, რომელიც არ გინდა და არ იტოვებ და არ მოგეწონა, გაატანე შენ შვილს, რომ აჩუქოს თავის მეგობარს საერთოდაც. ბევრად უფრო უკეთესი და სასიამოვნო და მეგობრული სიტუაცია არ შეიქმნება ამით? და კიდე ძალიან საინტერესო დეტალი, რაც ამ ისტორიის შესახებ იყო, რაზეც ბევრი კრეატორი საუბრობდა TikTok-ზე, რომ რას ვაჩვევთ ჩვენს შვილებს მსგავს სიტუაციებში, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა შეგხვდება, არ აქვს მნიშვნელობა გაიმარჯვებ თუ არ გაიმარჯვებ, ანუ ხა მარტო unboxing-ს და რაღაცა სათამაშოს ხო არ ეხება, საქმე ცხოვრებისეულ სიტუაციებზე რო გადავიტანოთ, როგორ ვზრდით რა мотивაციით, რა სპორტული სულით ვზრდით ჩვენს შვილებს, რომ იცი რა, მოიგებ არ მოიგებ, შეგხვდება, არ შეგხვდება, შენი არა, შენი
დედიკომ თუ ასე თქვა, მაინც შენი იქნება, მაინც შენ დაგრჩება. არ იდარდო, არ ინერვიულო, გული არ დაგწყდეს. ანუ ის მომენტი, რომ ის მონდომება და ეს რომ აი ჩემია და მე თვითონ შევძელი და მე თვითონ მოვიპოვე, ასე ვთქვათ, ეგ არ არის, ეგ ნაკლებად არის საჭირო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დედიკომ ფული გადაიხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენია და გრჩება. რა მაგალითს ვიძლევით მაშინ? ანუ რომც შეიქმნას მსგავსი სიტუაცია ხა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა. ეს რო ჩაწერე, ნახე, დაამონტაჟე, აუდიო გააკონტროლე, ვიდეო გააკონტროლე, ყველაფერი და მერე დაჯექით ეს ყველაფერი TikTok-ზე ატვირთე, ისე თითქოს რაღაცა კარგი გააკეთე. აუცილებელი და საჭირო იყო მილიონობით ადამიანს ეს სიტუაცია ენახა? მოდით აბა მეორე ბავშვის მშობლის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი. როგორ გუგონია იმ ბავშვის დედას უნდოდა მილიონობით უცხო ადამიანს მისი შვილი ამ სიტუაციაში ენახა TikTok-ზე? რაღაც არ მგონია. შენ თუ შენს შულზე ფიქრობ და მის კეთილდღეობაზე ფიქრობ და იმაზე რომ სახე არ შეეცვალოს და არ მოიწყინოს. მოდი იმაზე იფიქრე, რომ იმ ბავშვის სახეც შეიცვალა, იმანაც მოიწყინა და იმის მშობელს საერთოდ არ უნდოდა რომ მისი შვილი მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილიყო. რის გამო $5 სილიკონის სათამაშოს გამო? თან მერე კიდე ვაგრძელებთ ისე თითქოს მართლები ვიყავით. ეხლა ამ ქალის ვიდეოებია მერე სხვადასხვა თავისი სახლის ეზოში თუ სათამაშო მოედანზე თუ არის რაღაცა სახტუნაოზე და ტრამპოლინგზე და სასრიალოებზე რაღაცებზე ამ გლითა დამპლინგით როგორ ხტუნავს, ცეკვავს, თამაშობს, რომ აი ჩემია. ანუ ესაა ვიდეოები, რომლებიც თავისი ჰეიტერებისთვის ჩაწერა, ადამიანებისთვის, რომლებმაც რაღაცა ნეგატიური თქვენს მისი ამ საქციელის შესახებ, რომ თქვენ რაც გინდათ ისე ლაპარაკეთ და მე ეს დამპლინგი მაინც დამრჩა. გეგონება რაღაცა ისეთი მოეგოს სილიკონის სათამაშოზე, რომელშიც გლითაა ჩაყრილი, რომელიც ყველაზე ცუდი რამ არის ბუნებისთვის და გარემოსთვის და რომლებსაც საუკუნე სჭირდება მგონი რომ გადამუშავდეს გარემოში და ვარჩევთ ფერების მიხედვით, რაც არ მოგწონს, ნუ არ ვინახავთ სავარაუდოდ ვყრით კონსუმერიზმის და ნაგავისთვის თავის მოყრის პიკი და ამაზე ისეთი რეაქცია გვაქვს, რომ ცეკვა თამაში. რაც კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის ჩემი აზრით ამ სიტუაციას. სიამოვნებთ გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბის ისტორიის შესახებ, თუ გქონიათ რამე მსგავსი სიტუაციები თქვენს შვილთან, შვილის მეგობრებთან, სკოლაში, ბაღში, არ ვიცი, როგორ უმკლავდებით და როგორ იქცევით მსგავს სიტუაციებში. საინტერესო იქნება მაგის მოსმენაც კომენტარებში, მაგრამ ეს ნაწილი დამპლინგების ტრენდი რა ცოტა უფრო მსუბუქ ნოტაზე დავამთავრო, საინტერესო ესეთი სარკასტული, იუმორისტული პატარა ვიდეო მაქვს თქვენთვის. What? ამ ბიჭის სახე არ შემეძლო. ხო იცით აი რო აიძულეს კამერის წინ დაჯდომა და ბოლოს მაინც თვითონ რო გაილახა. ოკეი, შემდეგი ტრენდი უფრო დიდი და სერიოზული გვაქვს, იმიტომ რომ უფრო დიდ და სერიოზულ ფირმებს და კომპანიებს ეხებათ საქმე. ვინც საათის მოყვარულები ხართ, აგროვებთ ამ აქსესუარს ან გაგიგებათ რამე მაგ სფეროში და ზოგადად მიყვებით ტრენდებს, გაიგებდით რომ AP-ს და Swatch-ს ახალი კოლექცია აქვთ ბაზარზე, რომელიც 15 მაისს გამოიტანეს. ეს არის მათი პირველი კოლაბორაცია, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ Swatch-ი, როგორც იცით, Swatch Group-ი უფრო სწორად ძალიან დიდი ფირმა არის, რომელსაც არაერთი სხვადასხვა საათის კომპანიები ეკუთვნის და როგორც წესი კოლაბორაციებს იშვიათად აკეთებენ ხოლმე ბრენდებთან, რომლებიც Swatch Groups არ ეკუთვნის და ძალიან საინტერესოა მათი კოლაბორაცია AP-სთან, რომელიც ძალიან ძვირადღირებული ბრენდი არის. AP, ანუ ფრანგული, შვეიცარიული ბრენდია, შვეიცარიის ერთ-ერთ პატარა სოფელში დაარსებული მე-19 საუკუნეში, რომელიც დღემდე ოჯახის მმართველობაში რჩება და არც ერთ დიდ კონგლომერატს არ ეკუთვნის, რაც ვფიქრობ, რომ რაღაცა საოცარი, ძალიან საინტერესო ისტორია. ზუსტად სახელი როგორ გამოითქმის, მართალი გითხრათ, ფრანგული მაინდა-მაინც ჩემი თემა არა, მაგრამ წესით ოდმარ პიგე, ესე უნდა
წარმოითქვას, იმიტომ რომ გვარებია დამაარსებლების, დამფუძნებლების ლუის ოდმარი და ედვარდ პიგე და მათი გვარების გაერთიანება არის და 1875 წლიდან არიან ბაზარზე და ქმნიან არაჩვეულებრივ საათებს, რომლებიც ძალიან ძვირად ღირებულია. ფასები იწყება სადღაც $25,000-დან 30, 32, 35,000 გააჩნია მოდელს, გააჩნია გამოშვების წელს და ასე და ასე შემდეგ. და მათი იდეა, ეპის იდეა იყო ამ კოლაბორაციით გასულიყო უფრო ახალგაზრდა მომხმარებელზე, უფრო ბიუჯეტური საათებით, იმიტომ რომ ეს ბრენდი არის ესეთი შეძლებული ფენებისთვის და უნდათ რომ უფრო ახალგაზრდა საზოგადოებაზე მომხმარებელზე გასულიყვნენ და ამიტომ გადაწყვიტეს შექმნათ რაღაც უფრო დაბალ ფასიანი კოლექცია და შექმნეს ჯიბის საათები სვაჩთან ერთად, აქ ვიდეოებს გაჩვენებთ, როგორ გამოიყურებიან ეს საათები, გვაქვს 8 სხვადასხვა ფერში, მექანიკური ჯიბის საათია, რომელიც 90 საათის განმავლობაში მუშაობს და შემდეგ უნდა დაქოქო, რომელსაც ასევე სამაჯურიც მოყვება, არა ცალკე უნდა იყიდო და თუ გინდა ჩასვა ამ სამაჯურში და როგორც მაჯის საათს ისე გამოიყენებ, მაგრამ ესეთი ჩამოსაკიდებელით მოდის, ანუ ჩანთაზე, ჯიბეზე ჩამოსაკიდად, ასე ვთქვათ, როგორც აქსესუარი, ძალიან ლამაზ ფერებში და თემა, ინსპირაცია მოდის როიალ პოპისგან. და შესაბამისად, როიალ პოპის ფერებში არის გადაწყვეტილი, ძალიან საინტერესო კომბინაცია ფერების და ფასმა გააგიჟა და გადარია ყველა, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა მოდელია და ფასიც ან 400 ან $420 ევროში შევაწოდა. მაგრამ მე მგონი დიდად არ იცვლება ევროში ფასი და ეხლა როცა ნორმალური რეგულარული საათი ბრენდის $25,000-დან იწყება, წარმოიდგინეთ ეხლა $400 საათზე რამხელა ამბავი ატყდა. ბევრ სხვათა შორის ცოტა იმედები გაუცხრუდა და თქვეს რომ რატო აკეთებს AP მსგავს რაღაცას და ეს სავარაუდოდ უფრო ისეთი სასტავია, ხო იცით, აი მარტო მათ რო უნდა ეცვათ და ეკეთოთ და სხვა თუ დაინახეს, აი სვეცკების სასტავი რა, მდიდარი სვეცკების სასტავი, აი მარტო შენ რო გაქვს და ერთ-ერთი ვიღაცა რო შენ რო გაცვია ესეთი კაბით რო შეგხვდეს ქუჩაში მეორედ მოსვლას რო ნიშნავს ეგ. აი, მოკლედ რა. ასეთი ადამიანების რეაქცია იყო, რომ აი გაბანძდა ეხლა ჩვენთვის ეს ბრენდიო, რომ აი $400-იანი ხურდა ფულის საათებით როგორ გამოვიდნენ ბაზარზე. ცოტა ეგ რეაქციებიც მოვისმინე. და მოკეთ 15 მაისს იყო lunch day, ანუ გამოიტანეს ბაზარზე ეს საათები და იყიდებოდა სვაჩის მაღაზიებში. მაგრამ არა ყველგან და არა ყველა ქალაქში. ესე იგი უნდა შეგერჩია სად შეგეძლო ამ საათის შეძენა, რომელ ქალაქში და რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ ეხლა რა ამბავი ატყდა სვაჩის მაღაზიების წინ 15 მაისს, უბრალოდ ზოგისთვის 10 მაისიდან მოყოლებული, იმიტომ რომ ნახე ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც ყვებოდნენ, რომ 5 დღეა უკვე სვაჩის მაღაზიის წინ ძინავთ შხაპის გარეშე, რომ რიგი არ დაკარგონ. რა გითხრათ, ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს ცხოვრებაში, გინდა ჯიბის საათი იყოს, გინდა მაჯის საათი იყოს და რა ვიცი მე, რაც გინდა ის იყოს 5 დღე შხაპის გარეშე ქუჩაში ძილი, როცა სახლი გაქვს. მოკლედ, გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს. ეს აგერ გვაქვს Times Square-ი, Times Square-ზე ქუჩაში რა ხდებოდა, ტროტუარი რა თქმა უნდა ვერ გაივლიდა, მოძრაობა გადაკეტილი და პოლიცია და დილის 9 საათი არ არის ჯერ და კოშმარი ხდება უკვე, მაღაზია ჯერ გახსნილი არ არის საერთოდ. ხო წარმოგიდგენთ ახლა მაგ მაღაზიის კარი რო გაიხსნება იქ რა მოხდება. აგერ ბატონო, კივილი, წივილი, ყვირილი, ნაგვის ბუდედ არის ქუჩა ქცეული. შეხედეთ, სანაგვედ არ ყველაფერი ქცეული. კარვებით გამებს ათენებენ საათის მაღაზიის წინ. ეკონომიკურ კრიზისში ვართ. საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ხალხს გაზის ფული არ აქვს. მაგრამ $400-იანი საათის საკრედიტო ბარათით ყიდვა, რომ მე მთელი ცხოვრება ბანკის ვალი ვიხადოთ და კრედიტის პროცენტები დავფაროთ, მაგისთვის ვათევთ ქუჩაში ღამეს. ბარიკადებს გადაახტნენ ერთმანეთს თავზე. აქ რანაირად უნდა გაიგო, ვინ სად იდგა რიგში, ვინ პირველი იყო, ვინ მეშვიდე და ვინ 27-ე. რა მგონი აქ დიდად ადარდებდეთ ახლა ამათ, მაგრამ მაინც. რიგის კულტურა.
ნუ ჩვენ ქართველებს გვესმის ეგ კარგად, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენ მსგავს სიტუაციებში უფრო უკეთესად გაუმკლავდებოდით ამ სიტუაციას, იმიტომ რომ კარგი ერფაღუნგებ, კარგი გამოცდილება გვაქვს რიგების დარეგულირების. აქამდე ხუჯერ გვეყოლებოდა ერთმანეთი გალახული, მაგრამ ამათაც არ დაუკლიათ ეგეთი რაღაცები. პოლიცია საათის მაღაზიის შესასვლელში, რომ ხალხი დააკავოს და გააჩეროს. ადამიანები, რომლებსაც ბიუჯეტიდან ხელფას ვუხდით ჩვენი გადასახადებით, რომ ვიცი, მკვლელობები გამოიძიონ, დანაშაულები გამოიძიონ, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე იზრუნონ, დგანან საათის მაღაზიის შესასვლელში, რომ ადამიანები ერთმანეთი არ დაჭეხონ. ეს მაღაზია დაიკეტა საერთოდ იქ ვიდეოში ბოლოს თუ დააკვირდით, გამოკვეული ქონათ განცხადება, რომ ანუ წარმოგიდგენთ ახლა 25 ცალი საათი რო გაქვს სულ მაღაზიაში და 25,000 ადამიანი რო დგას მშიერ მწყურვალი სუნი რო ასდით, იმიტომ რომ 5 დღეა არ უდუშავია კი არა და შხაპი არ მიუღიათ. ანუ არ გააღებ მაღაზია. არც ერთი თავმოყვარი მაღაზია. მაღაზიის კარს რა თქმა უნდა არ გააღებ. ამიტომ საერთოდ გადაწყვიტეს რომ არ გამოეტანათ იმ დღეს არაფერი მაღაზია, უფრო არ გაეხსნათ საერთოდ იმ დღეს მაღაზია, რომ ეს ხოდა დაშოშმინებული იყო. დაშლილი იყვნენ. ამ სიტუაციამდე მივედით რომ ესა წარმოგიდგენთ რა სიტუაციაში უნდა იყოს ახლა სვაჩის მსგავსი კომპანია რომ ნებაყოფლობით ვარ ითქვას მაღაზიის კარის გაღებაზე. ეს ჰოლანდიაში ხდებოდა, არ ფიქრობთ რომ მხოლოდ ამერიკაში იყო ესეთი ამბავი, აგერ მაგალითად ჰოლანდიის მაგალითი გვაქვს, საინფორმაციო გადმოსცემდა ამ ამბის შესახებ. რა ხდებოდა? შეხედეთ. პოლიცია, რომელიც ცდილობს ხალხი ნახეთ რა დღეში არიან, დახცეს ერთმანეთი. აბსოლუტური кошмаრი. საინტერესო მომენტი რა იყო, იცით რომ ხედავდი მე ამ ტიპებს სავარაუდოდ აქ ღამეებს რო ათენებდნენ შხაპის გარეშე ამ საათის საყდრად რაღაცა არ ვიცი ფერარის და ასეთი მანქანების გასაღების გვერდზე რო ედოთ ეს საათები და ფოტოებს პოსტავდნენ TikTok-ზე და აი please რა as if ეხო გამორიცხულია ეხა რა ხალხი რომელიც ფერარიზაზე ის აი ღამე გაეთიათ $400 საათის საყდრად. ანუ არ გვინდა რა დავწყნარდეთ. ცოტა ძალიან ხوار ვინდომებთ. ვინ დაიჯერებს? ვის გინდა რომ ეგ ყველაფერი დააჯერო? ხაჯობის პიკი. და ხაჯობის პიკი. ეს საინტერესო ვიდეო არის. ეს დილის 6 საათზე მივედიო და როგორ უხაროდა რომ ესაო რა. ოკეი, ხო გონია რომ ყველაზე ისე ხუთელში მაინც ხარ რა რიგში. ეს სიტუაცია. დილის 6 საათზე. ანუ ხო გონია რომ იჩქარე და დროულად მიხვედი და ბოლოს წრემ სადენი გაზი გამოიყენეს საათის მაღაზიის წინ ხალხის დასაშლავად. ესეთი სიტუაცია შექმნეს. არ დაგვავიწყდეს, ანუ ამას რო უყურებთ ახლა. პირველ რიგში რატო გაჩვენებთ ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ მე საქმეები მაქვს, რომელსაც თვალს ვარიდებ. ეს არის ხალხი, რომლებსაც თქვენსავით ხმის მიცემის უფლება აქვთ. ეს არის ხალხი, ვინც მთავრობებს ირჩევს. ეს ხალხი მომავალ თაობას ზრდის. ამაზე იფიქრეთ ასეთ რაღაცებს რო ხედავთ. ამას რო უყურებთ საათზე რო ასეთ ამბავს ცრემსადენ გაზით რო ხალხს შლიან ჯიბის საათის გამო. წარმოიდგინეთ ხორბლის დეფიციტზე რა იქნება. აი ნებისმიერი რაღაცა ჰორო მუვი რაც გინახავთ რაღაცა ფილმი სადაც ეს არის მომავლის შორეული, არც ესე შორეული ჩემი აზრით, მაგრამ ოკეი. შორეული მომავლის შესახებაა საუბარი, სადაც საჭმელი არ გვაქვს, სასმელი წყალი არ გვაქვს. რამოდენიმე საათში გადავშ. აი საერთოდ არ დაგო 10 წლეულების ტანჯვა არა ეს ფილმებში როგორც არის. ხო 20 წლის შემდეგ, 50 წლის შემდეგ. რა 50 წელი? 5 დღეში გადავშენდებით. ამას უყურეთ უკან ფონზე, როგორ გარბიან კიბეზე. წარმოიდგინეთ, ესა სადღაც სუპერმარკეტ დიდ სავაჭრო ცენტრში. წარმოიდგინეთ, დილით მიხვედით სამსახურში და უცებ ამას ხედავ და არ იცი რა ხდება. ამას რო უყურებთ. Walking Dead-ს არ გახსენებთ? რა ქვია ქართულად მაგ სერიალს? მიცვალებულები თუ მკვდრები. არ ვიცი როგორ თარგმნიან ქართულად რა მნიშვნელობა.
Walking Dead-ს არ გახსენებთ? ამას უყურეთ. ამას უყურეთ. სკამებით. იმან დააგდო სკამი. ამას შარვალი ჩაძვრა. ამას შეხედეთ, გეხოცებით. ეს შენელებული კადრით უნდა გაჩვენოთ, რატომ არ ვიცი, მაგრამ მე დავინახე და თქვენს ხო უნდა ნახოთ ჩაგჭით გონებაში. ამას შარვალი ჩაძვრა, შეხედეთ. იმას წინ დაგაძვრა. ამას სკამი დააგდო. თავიდან ძალიან საინტერესო მომენტია დასაწყისში თუ დააკვირდით ეს ახალგაზრდა გოგონა, რაღაცა ქურთუკით და სკამით და რაღაცა ჯუსტიკებით რა. ეთქობა თავიდან იფიქრა, რომ ესეთი კულტურულად მივუდგები ამ ყველაფერსა და რაღაც მომენტში არა. ეს ისეთი ვიდეო მასალა თავისუფლად შეგიძლია Animal Planet-ზე გაუშვა. ცხოველების სამყარო რო არის არხი. თავისუფლად შეგიძლია ჩასვა სატელევიზიო ბადეს ეძახიან, ხო, როდის რა გადის. თავისუფლად შეგიძლია ჩასვათ იქ დღეში რამოდენიმეჯერ საყურებლად, არ არის პრობლემა. ახლა აქ წარმოიდგინეთ განან ადამიანები, რომლებმაც ღამეები ათენეს და ეხლა არავის წარმოდგენა არ აქვს, ვინ პირველი იყო და ვინ მეასე. $400 ჯიბის საათის გამო შარვალ ჩახდილები გაურბივარ ჩუაღამეზე რაღაცა სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე. ეხლა ვფიქრობ, როგორი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს. იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ბოლოს რაღაცაზე, როდის ვიყავი ასეთი ეიფორიაში და ასეთ ემოციებში და ასეთი მოლოდინი, როდის მქონდა ბოლოს რაღაც. გუშინ ღუმელში პიცა რო შევაგდე, ერთი სული მქონდა, როდის გამოცხებოდა ეს ძინს რო იძახის, ღუმელი როდის დაიძახებდა, იმიტომ რომ ძალიან მშიოდა. აი ეგ იყო ჩემი მაქსიმალური ეიფორია ამ კვირა. კი არა ამ წელს. ამ ტრენდის ბოლოს საინტერესო რა მგონია იცი რომ ჯენზის მივადექი ახლა მაგრამ ხო ჯენზის და ჯენ ალფას სამწუხარო დიდმა ნაწილმა პირდაპირ პედაგოგებიდან მაქვს მონასმენი ეს ინფორმაცია დიდმა ნაწილმა ანალოგი საათის ცნობა არ იცის. ძალიან მაინტერესებს იმ ბავშვების უმრავლესობა ვინც 5 ღამე შხაპის გარეშე იწვა ქუჩაში სვაჩის მაღაზიის წინ რამდენმა იცის წესიერად ანალოგი საათის ცნობა. ანუ მასწავლებლები როგორც ამბობენ, იმდენად არიან ტელეფონზე საათს მიჩვეულები და ელექტრონულ დისპლეის საათის, რომ ანალოგი საათის ცნობა არ იციან. საკმაოდ დიდმა ნაწილმა ბავშვების. ხო და ან ის რომ მექანიკურია ეს საათები და ელექტროსაათისგან განსხვავებით 90 საათი შემდგომ დაქოქვენ. ეგ რამდენმა მოკლედ ძალიან მაინტერესებს საბოლოოდ ამ ტრენდის შემდეგ რამდენი მათგანი შეძლებს რეალურად ამ საათის გამოყენებას. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. და ეს უნდა მეჩვენებინა კიდე თქვენთვის, ეს არის სვაჩის მაღაზიის წინ რიგი გერმანიაში ფრანკფურტში. ამაზე მეტად გერმანული თუ გინახავთ რამე. რაც არ უნდა ტრენდს ეხებოდეს საქმე და რაც არ უნდა დიდი ამბავი იყოს ატეხილი TikTok-ში თუ TikTok-ზე. გერმანელები მაინც გერმანელები არიან, გამორიცხული ახლა აქ ვინმეს თავზე გადაახტეს რიგში. Entschuldigung. ამიტომ ეს მინდოდა მეჩვენებინა რომ ესე კულტურულად შეიძლება მსგავსი ტრენდების გაკეთება თუ მიყოლა მსგავსი ტრენდების, იმიტომ რომ ამაზე გერმანული მეტი რა. და ნუ რა თქმა უნდა დიდი დრო არ დააგვიანდა და ლაბუბუები ჩაინაცვლებინათ ჩანთებზე ჯიბის საათებით. რა თქმა უნდა. რა თქმა ხო ვიცოდით რომ ესე იქნებოდა. ეს ბირკინები და ერმესები რასაც უძლებს ეს ჩანთები. ტრენდები მიდიან და მოდიან, მაინც უცვლელად ინარჩუნებენ თავიანთ სტაბილურობას სხვადასხვა ტრენდებში. რა უნდა გკითხოთ? არ მითხრათ ეხლა არ შევარცხლოთ, არ მომჯრათ თავი, რომ ჩანთაზე ესე ლაბუბუ გაქვთ ჩამოგიდებ. სასწრაფოდ ჯიბის საათები. საქართველოში არის ხო სვაჩის წესდარი, დარწმუნებული ვარ, არის. მაინტერესებს ძალიან თუ შემოიტანეს ეს კოლექცია, ან თუ იგეგმება რომ შემოიტანონ, ვინმე სხვა შეგძენიათ უკვე. სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში, თუ შემოვიდა ვაკის კუჩებში ჯიბის საათის ტრენდი. მსგავსი ვიდეოების ბოლოს ყოველთვის რაღაცა უფრო სახალისო არ მგონია რომ ეხლა დანარჩენ ვიდეოები იყო რაღაცა დრამატული, მაგრამ ნუ
ვიდეოს ბოლოს ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთი ისეთი ცოტა უფრო სახალისო ვიდეო თქვენთვის და დღეს მინდა ამ ქალბატონის ვიდეო გაჩვენოთ, რომელიც TikTok-ზე თავისი 11 წლის შვილისთვის სკოლის ლანჩის ბოქს ამზადებს დილის 5 საათზე, 6-ის ნახევარზე. საინტერესო ვიდეოებია, რას უმზადებს თავის 11 წლის გოგონას სკოლისთვის და ეს ერთი კონკრეტული ვიდეო შევარჩიე დღეს თქვენთვის, ის რომ ვიდეოს ფონზე, უკანა ფონზე ტელევიზორი ღრიალებს ბოლო ხმაზე ეგ არ შეიმჩნიოთ, დილის 5 საათია. გჯერა რომ დილის 5 საათია და ეს ვიდეოები დილის 5 საათზე არის ჩაწერილი, ის რომ ტელევიზორი ბოლო ხმაზე ღრიალებს და მთელ სახლს და კორპუსს კი არა და კვარტალს ღვიძავს, მაგას არ ვაქცევთ ყურადღებას. Butter, paprika, ეს არის ვიდეო მშობლებისთვის, რომლებიც 50 თეთრით გვიშვებდნენ სკოლაში. salt, გამოიჩნდით. ერთი წამდეს რომ დავაპაუზო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი დილის 5 საათზე ხდება. უკანა რიგებში თუ ვერ გაიგო, ვიმეორებ. დილის 5 საათია. potatoes, carrots, celery, onion, garlic, sage, rosemary, chicken stock, our hen, lemon, slices. Now we're gonna bake her hen. This is what her baby chicken looks like. Her baby chicken, mashed potatoes. This is what her baby chicken school lunch looks like. Poncha, chocolate pudding, potato chips, her powdered donuts, strawberry cream cheese pastries, a Dr. Pepper since we hit 600K, school note, wet wipes, chapstick, Tic Tacs, keychain of the day. ოკეი. ეხა მისმენთ. შეიძლება ზოგმა ჰეიტერი დამიძახოთ. I don't care. მაგრამ ჩემი აზრით უნდა დავაფიქსირო ჩემი მოგრძალებული აზრი. მე ვფიქრობ, რომ ეს TikTok-ი ბოლოში ზედმეტი იყო. ანუ ვუყურებ ახლა ამ ვიდეოს, ვუყურებ ამ მენიუს. მე ვფიქრობ, რომ მან TikTok-ის ადგილი არსად აღარ იყო. აი ამ მენიუში ვერსად ვერ ვხედავ TikTok-ის ადგილს. ეს არის ახლა 100%-ით ნახვებისთვის და 100%-ით ინტერნეტისთვის ჩამატებული ძალიან ზედმეტი დეტალი, არასაჭირო, მხოლოდ ნახვებისთვის. ამ ბავშვს რომ ნივრის რაოდენობა აქვს თან, მთელი დღე, და ქალი, მეგობარი, ავისული და ვამპირი, გამორიცხული არ გაეკარება არც ერთი. სერიოზულად, მაგ ვარდისფერ სტენლის თამბლერში ნაკურთხი წყალი ჩაუსხით და ეგა ვან ჰელსინგია. ეს მინდოდა მეჩვენებინ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემსავით შავბნელი 90-იანებიდან 50 თეთრით დავდიოდით. სკოლაში გაგეღვიძათ ბავშვობის ტრამვები. ოკეი, მე დავუბრუნდი ისევ ჩემს ადგილს, სულ ეს მქონდა დღეს თქვენთვის ამ ვიდეოში. რას ფიქრობთ ბოლო დროის ტრენდების შესახებ? ეს არის რაც ვიპოვეთ თქვენთვის, რომ დაგიტოვოთ ახლა შემდეგი პერიოდისთვის, რომ მოემზადოთ საზაფხულო ტრენდებისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ივლის ამ ზაფხულს ჯიბის საათებით, ჩანდაზე ჩამოკიდებული, ანუ ჯიბეზე ჩამოკიდებული და არ მინდა რომ ჩამორჩეთ ტრენდებს. ხო იცით როგორ ვზრუნავ მე იმაზე, რომ თქვენ TikTok-ის ტრენდებს მიყვეთ, ამიტომ მოკეთ, თქვენი იმედი მაქვს, რომ უკვე ვაკეში მოძრაობს სასტავი ეიპის და სვაჩის ჯიბის საათებით. იმედი მაქვს, რომ დავბანაკდით სვაჩის მაღაზიის წინ. თქვენი იმედი მაქვს, მე შორიდან გულშემატკივრობთ, არ ჩამორჩეთ ტრენდებს. ამ სკოლის ლანჩის ვიდეოს რაც შეეხება კიდე გეოდებთ კომენტარების სექციაში გამიზიარეთ თქვენი სკოლის დროინდელი სადილების და ლანჩების ჩვენს დროს ლანჩი არ იყო.
ჩვენ დროს ლანჩი არ იყო, მაგრამ რაც იყო. გველოდებით თქვენი საინტერესო სადილის ისტორიებით კომენტარების სექციაში. დღესთვის სულ ეს იყო, რაც მქონდა თქვენთვის. თუ მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტს აკეთებთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყნობით და თუ დრო გაქვთ შეუნებთ გააგრძელოთ ყურება. არ დაგავსეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!